საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიურო ოლიგარქის მთავრობას მოუწოდებს გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები. წინააღმდეგ შემთხვევაში კი კრიზისი ვერ განიმუხტება და მეტიც შემოდგომაზე დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებს არათუ აზრი დაეკარგება, ის ამ მოცემულობაში კიდევ უფრო გააღრმავებს პოლარიზაციას. თათია წოწუნავა გვეტყვის მეც თუ რა წერია ევროსაბჭოს ამ მიმართვაში და როგორ აფასებენ მას პოლიტიკოსები თბილისში. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით ეს განცხადება არის პირდაპირი განაჩენი ქართული ოცნების მმართველობის, ვინაიდან კიდევ ერთხელ ადასტურებს და ცხადყოფს იმას, რომ ქართული ოცნების მიერ ჩატარებულ არჩევნებს არავინ არ ენდობა და შესაბამისად არჩევნები, რომელიც დაგეგმილი არის შემოდგომაზე, თუ იქამდე პოლიტიკური კრიზისი არ განიმუხტა, ამ არჩევნებს არანაირი აზრი არ აქვს და ის უნდა გადაიდოს, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ უფრო გააღრმავებს ამ პოლიტიკურ კრიზისს. რა შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გზებად, ესეც შეიძლება იყოს მაგალითად პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლება, როგორც ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიუროს განცხადებაში არის ნახსენები და ეს ელემენტარულ საფუძველს შექმნის იმისთვის, რომ დიალოგი აღდგეს და ახალი არჩევნებისთვის მზადება გადავიდეს უფრო სხვა ეტაპზე და ეროვნულ არჩევნებზეც არის ამ განცხადებაში მითითება. მოკლედ ეს არის ოპოზიციის შეფასებით ასევე მითითება და მინიშნება იმაზე, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნების გარეშე არც თვითმმართველობის არჩევნებს ექნება აზრი. ეს განცხადება არის კიდევ ერთხელ კრიზისის აღიარება ერთის მხრივ იმის, რომ ამ ვითარებაში ვერც ერთი არჩევნები ვერ იქნება აღქმული თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად და მეორე ასევე ამავე განცხადებაში ჩვენ ვკითხულობთ, რომ ისინი ხაზს უსვამენ და ახსენებენ ახალ ეროვნულ არჩევნებს, ანუ უკვე საპარლამენტო არჩევნებზეა საუბარი, მათ შორის ჩატარებულ ხაზგასმა ევროპული და საერთაშორისო სტანდარტებისა და ნორმების დაცვით, ანუ ახალ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. მთელი საზოგადოება და ჩვენ პოლიტიკური ძალები, ქვეყანაში ოპოზიციური პოლიტიკური ძალები მთელი რესურსით, მათ შორის ჩვენ პარტნიორებთან ერთად მომართული ვართ იმისკენ, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები. ეს არის მთავარი პრიორიტეტი. რა თქმა უნდა, ამ სტატუს-კვოს პირობებში, რომლის ფარგლებშიდაც მოპარული მითვისებულია საპარლამენტო არჩევნები, მას შემდეგ არალეგიტიმურად დაარსდა რამოდენიმე ეგრეთ წოდებული სახელმწიფო ინსტიტუტი, მათ შორის იქნება ეს პარლამენტის თუ პრეზიდენტის საუბარი რაიმე თვითმმართველობის არჩევნების კონტექსტზე დღეს აბსოლუტურად არარელევანტურია. ეს არის უკიდურესად არაორდინალური განცხადება ამ ორგანიზაციისგან, იმიტომ რომ ძალიან იშვიათად არის და თითქმის არ ხდება, რომ კეთდება მოწოდება, რომ არჩევნები გადაიდოს, თუ არ მოხდება შესაბამისი პოლიტიკური გარღვევა არჩევნებამდე. კობახიძემ რამდენიმე კვირის წინ თქვა, რომ მოემზადეთ ადგილობრივი არჩევნებისთვისო და ევროპა ემზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის და გეუბნებათ, რომ თუ თქვენ არ დანიშნავთ საპარლამენტო არჩევნებს და თუ არ განახორციელებთ წინა საარჩევნო გარდამტეხ ცვლილებებს, ადგილობრივ არჩევნებს შეიძლება ითქვას, რომ მათ ჩატარებამდეც კი უკვე აღარ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია და ფორმალურად გადადის ივანიშვილის რუსული რეჟიმი იმ პოლიტიკური სისტემების რიცხვში, სადაც არჩევნები არის მხოლოდ ფორმალობა. ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის ბიურო მის განცხადებაში დეტალურად აფასებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს და პირდაპირ ადანაშაულებს ქართულ ოცნებას პოლიტიკური ნიშნით საჯარო მოხელეების სამსახურებიდან გათავისუფლებაში და ასევე პირდაპირ საუბრობს იმაზეც, რომ უსამართლოდ უშვებენ ციხეში ადამიანებს, ვინც იცავს საკუთარ ევროპულ მომავალს, ცალკე არის მზია ამაღლობელი საქმე გამოყოფილი და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოუწოდებენ ქართულ ოცნებას ისევე როგორც სხვა პოლიტიკური ტყვეების წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება შენარჩუნებული მწვავე პოლიტიკური კრიზისი და ამ კრიზისის პირობებში ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას უბრალოდ აზრი ეკარგება მათი შეფასებით.